ქართული კლუბები ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ მატჩებში დღეიდან ჩაებმებიან. პირველ მატჩს ჩაატარებს ბოლნისის სიონს მესამედ მოუწევს ევროპის საკლუბო ტურნირებზე გასვლა, თუმცა ბოლნისელები ევროპულ ტურნირებს 8 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან. ბოლნისის სიონის მეტოქე ალბანეთის საფეხბურთო კლუბი ფლამურტარი იქნება. დღესვე ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე კიდევ ერთი ქართული კლუბი საჩხერის ჩიხურა პირველ მატჩს სტუმრას მაკედონიურ ტურნოვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება, ხოლო ბოლნისი თამაშს 21 საათზე მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე დაიწყებს და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს. კარგად მოვემზადეთ რა ურეკში რა, აი ეს პარიგ მატჩებიც ვითამაშეთ 1-2-3 და რავი შევისწავლეთ ეს გუნდიც, გუშინ უყურეთ თამაშს და რავი კაი გუნდია რა, ესეთი ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ და ჩვენ შევეცდებით რომ საწინააღმდეგო ესე ვთქვათ დავახვედოთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ და მოვიგოთ რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ჩემპიონობა დაგვანახა რომ ისე ბრძოლის უნარიანი გუნდი ვართ, გამოცდილება გვაქვს და რა ვიცი, ემზადებით რა ამ თამაშისთვის. იმედია რომ ამ ეტაპს გავივლით და ვთხოვთ ხალხს რომ მოვიდნენ და გვიბალეში.